Photo. Do you have photo camera? Keşke ditkansı okanız kulaş. Yes. It is from church. They did. Katolikos'u da mı naşı? Is he politician? Yes, German. And Germanic politikosi, translated to Aramis roli Germanis gartianebashida. Germanis gartian. Welcome to Euronews. First of all, what is your assessment, according to your experience, of the current situation in Southern Caucasus? Da საქართველოს ტერიტორიაზე მიედინება გასადენები, ნავთობსადენები და გასადენი, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიიდან მოემართება საქართველოს ტერიტორიის გავლით ევროპისაკენ. ეს არის ძირითადი სტრატეგიული დანიშნულება. ეს ერთი და მეორეც ჩვენ 200 წელი ვიყავით რუსეთის კოლონია. და ეს 200 წელი საკმარისი იყო იმის, რომ ძალიან შევყვარებოდით. Why do you think Russians eventually have recognized the independence of these two republics in Georgia? თუ რაღაც ობიექტურობა არსებობს, უნდა ვთქვათ, რომ აფხაზეთში რუსებს აქვს განსაკუთრებული ინტერესი. მათ ჭირდება შავ ზღვაზე გასასვლელი. ესე იგი, ლოგიკა არ არის თვითონ დიდ პოლიტიკაში, რუსეთის დიდ პოლიტიკაში. კოსოვოს დამოუკიდებლობა არ აღიარეს და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარეს. თუ კი აფხაზეთი შეიძლება იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფო, პატარა ერთი მუჭა ხალხია და მცირე სხვანი ხალხია და ერთი მუჭა მიწაა. რატო არ შეიძლება დამოუკიდებელი იყოს ჩეჩნეთი, ინგუშეთი, დაღესტანი, თათარსტანი, ბაშკირეთი და სხვები? ესე იგი, რუსეთმა შექმნა ძალიან თავისთვის საშიში პრეცედენტი. You definitely think that the European countries are blocked by their own problems of energy supply. ეს არც არის გასაკვირი ასე რომ იყოს. თითო ევროპის ქვეყნებს არ აქვს იმდენი ენერგორესურსი, რომ რუსეთის გარეშე შეძლონ ნორმალური ცხოვრება, ნორმალური ფუნქციონირება. მაშინ ევროკავშირის პოზიცია ძირას არის განპირობებული იმითაც, რომ მათთან ერთად საქართველოს ხარს უჭერდა და ეხლაც უჭერს ამერიკის შეერთებული შტატები. The United States is trying to avoid the participation of Russia to the supply chain of oil and gas of the European Union. Don't you think so? არა, სხვა მიწოდებელი უნდა იყოს. არის აზერბაიჯანის ნავთობი და გაზი, მაგრამ ეს ევროპისთვის საკმარისი არ არის. ყველაზე დიდი რესურსი ენერგომატარებლების აქვს რუსეთს, რომელსაც გააქვს ევროპის ბაზარზე. How do you think the Georgian administration, the Georgian presidency, the Georgian government dealt with the crisis, with this challenge? რა თქმა უნდა, აგრესია განხორციელდა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის პირველი ნაბიჯი ვინ გადადგა. თვითონ ამერიკელები ამტკიცებენ, რომ ჩვენ ურჩევდითო საქართველოს პრეზიდენტს არ შესულიყო ცხინვალში. მეგონი კონდოლიზა რაისიც ამბობდა, ფრიდმანი და სხვები ვინც არიან. ესე იგი, შეიძლება საქართველოს ოკუპაცია მაინც მომხდარიყო, მაგრამ ჩვენ საბაბი მივეცით. ესე იგი, როგორც მე ვიცი, მთავრობასთან კონტაქტი არ მაქვს. როგორც მე ვიცი, რუსებმა შემოუგდეს ჩვენ მთავრობას ისეთი ინფორმაცია, რომ ცხინვალში, იქ არის როგის გვირაბი, რომელიც აერთებს საქართველოს, ესე იგი, სამხრეთ ოსეთს და ჩრდილო კავკასიას ერთმანეთთან, იმ გვირაბში და ცხინვალში რუსის ჯარი არ იდგა.
You declared last August that Georgia must play a role as a sort of stabilizing factor between Russia and the West because of its geographical position. ნეიტრალური შეიძლება იყოს და შეიძლება არ იყოს. მაგრამ საქართველოს თავისი გეოსტრატეგიული მდგომარეობის გამო თავისი ფუნქცია მუდამ ექნება. და მას შეუძლია გარკვეული დროის შემდეგ, ეხლა არა, გარკვეული დროის შემდეგ შეასრულოს შუამავლის ფუნქციაც. Was this the Georgia of President Shevardnadze's idea of Georgia? პირველი განცხადებები ნატოში გაწევრიანების თაობაზე სწორედ ჩემ დროს გაკეთდა. ეხლა განსხვავება ერთ რამეშია. ჩემ დროს ჩვენ ვახერხებდით ამერიკის შეერთებულ შტატებთან ქონოდა შესანიშნავი დამოკიდებულება, ამერიკა გვეხმარებოდა ფინანსურად, პროდუქტებით და მორალურად ხარს გვიჭერდა. როცა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტეს, რომ დაგხმარებოდნენ ჯარის შექმნაში, სასაზღვრო ჯარები თავისი ფინანსებით შექმნეს და 19 გამოჩენილი სამხედრო სპეციალისტი ჩამოვიდა საქართველოში. პირველი მე ვიყავი, ვინც ამის შესახებ უთხარი პუტინს. და უთხარი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გვეხმარებიან ჯარის შექმნაში, გაძლევ გარანტიას, რომ საქართველოში ამერიკის ბაზა არასდროს არ იქნება, სამხედრო ბაზა. On one hand, you say that Russia made a lot of mistakes, and now you're saying that you are very close to Putin and that Georgia must play this role of being member of NATO, but at the same time to be a sort of stabilizing factor. რუსეთი არის ყველაზე დიდი მეზობელი ჩვენი. როცა დიდი რესურსები აქვს და ჩვენი მთელი დიპლომატია და პოლიტიკის ხელოვნება მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთთანაც გამოუძებნოს საერთო ენა, მიუხედავად იმისა, რა უბედურებას დატრიალდა. ჩემი საქმე რა ყოფილიყო, მიუხედავად იმისა, რაც მოხდა, რუსეთთან დიპლომატურ ურთიერთობას არ შევწყვეტდი. Thank you, President. ფოტო არ გა